ამის მერე ხდება ის, რომ ყველამ საკუთარი ძალებით ყავდა ძალიან ბევრს მანქანები ყავდა მან, ოღონდ ეს მანქანების საუბარი არის ეს რაღაც ჯიპებზე და ემებზე რა ეს არის სატვირთო მანქანებზე საუბარი. ძალიან საუბრობ მანქანებზე. იქ დაждდა ქალები, ბავშვები, მოხუცები და დავიწყეთ გამოყვანა უკვე ხალხის. ოღონდ ეს ხდება ღამით. დაღამდა მაგ დროს დავიწყეთ გამოსვლა და თურმე ამ დროს თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს და ნაყოფები უკვე მოხსნილები არიან. და გადიან და როგორც გაცენ და გამოვედით ჩვენ ჭუბერიდან, ანუ ეს მოსახლეობა გამოვიდა, მოსახლეობის მერე გამოვიდი მე ერთ დღე ვიყავით მან ჩვენ ვიყავით ჩვენ. ან გაეროს წარმომადგენლობას რო გითხრათ, გადაამოწმეთ მაინც აი ამ ქარჩაიძესთან რამდენიმე ხელისუფლების წარმომადგენლს. არ არისო არანაირი პანიკის საფუძველი არ გაქვს თუ ყველაფერი არის კონტროლ ქვეშ, ყველაფერი არის კარგად და სად უნდა გავიქცეთო. არანაირი კი ბატონო. ვეუბნებოდი რომ არანაირი აბა რაკრას მაგრამ როცა გამოსვლა დაიწყო მოსახლეობამ იქ შეამჩნიეთ რომ ჯარი და პოლიცია კი ბატონო თქვენზე ადრე იყო მობილიზებული და გადიოდა. კი ბატონო და ზოგიერთი ხელმძღვანელი თავის მოადგილეებთან ერთად მან იყო უღელტეხილი იყო ერთი და ორი გზა იყო ერთი ძველი გზა იყო რომელიც 93-ში გაიხსნა და ძალიან სახიფათო მონაკვეთი იყო და მეორე იყო ახალი გზა იყო უღელტეხიზე ორმილეთის ხეობეთ იყო აი იმით არ წამოვიდნენ მეორე გზით წამოვიდნენ რომ იქ მოსახლეობასთან ერთად დარეულოს სხვა გზით წამოვიდნენ უფრო სახიფათო გზით გამოვიდნენ იქიდან და რო ამოვედით ჩვენ ახლა უღელტეხილზე თენდებოდა უკვე უღელტეხილზე რომ ამოვედით ბოლო მანქანები გამოვიდიოდით უკვე და იქ იყო ერთი დანაყოფი 20-ეული იქნებოდა ალბათ შევხედე 20-ეული იქნებოდა მეტი არ იქნებოდა ბიჭები იყვნენ რომ დაკაწრულები იყვნენ ეს არ იყო დაბომბვისგან დარც ნატყვიარი არავის არ ქონდა იყვნენ დაგლეჯილები ანუ გადაადგილდებოდნენ ყობა ტყეში ფორმები ქონდათ დახეულები და იყვნენ ძალიან აგრესიულები და მოგთხოვეს რომ მანქანები დაგვეთმო მაგათთვის. ერთი მანქანა მაინც არის რომ სავსე იყო ხალხით. და რომ მან საუბარი დაუწყეთ რატო რისთვის ჩვენო დაგტოვესო. ყველა წავიდა აბსოლუტურად იმას მოგვითხრეს. მეთქი ჯარისკაცებმა. რამდენი იყვნენ? დაახლოებით 20-30 კაცი. რა ადგილია ეს ზუსტად? ეს არის კოდორის ხეობიდან რომ გადმოვდივართ, ბოლო სიმაღლე არის და იქიდან იწყება უკვე ორმელეთის ხეობა იწყება და გადმოვდივართ ჭუბერზე. იქ უკვე აი გასაყარზე იყვნენ. აქეთ კოდორის ხეობა და მეორე მხარეს ჭუბერი არის. 20 ჯარისკაცი მიტოვებული. მიტოვებულები იყვნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები. და რო უთხარით რომ რას ქვია, სად მიდიხართ იქ თქვენი ბიჭები ხომ ანდარიან იბრძვიან და რა ჩვენი ბიჭები არიან? ყველა წასული აბსოლუტურად. ჩვენა ვართ ბოლო 20-ი მეც უმანქანოდ დაგტოვესო. არაფერი ჩვენ არ გვაქვს არც საჭმელი, არც მანქანა, არც აფერი. რაც ჰქონდა ტანზე განტვირთვი ჟილეტებში, ტყუია წამალი და იარაღი, იმის ამარა იყვნენ. სხვა არაფერი და ჩვენ გამოყვნენ. ზოგი სადმოთავს და ხა 4-5 მანქანა. თქვენ გამოიყვანეთ ჯარისკაცები. კი ბატონო, ჩვენ გამოიყვანეთ და იქ ისეთ შევამჩნიე, იქ თვითონ ხეობაში რობოკოპის ისინიც ეგდომა არ ვიცი ხეობაში რობოკოპი რისთვის ჭირდებოდა არ ვიცი მაგრამ რობოკოპის კი იყო მან და ჟილეტები ქონდათ და ჯაუშანი ამ რობოკოპის და ფარებიც იქვე ეყარა იქ